სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული მორიგი ანტისახელმწიფოებრივი მოთხოვნა მამუკა ხაზარაძე ქართულ ჯარს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ახალ პრეზიდენტს არ დაემორჩილოს. ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი საყრდენი და ფუნდამენტია, ცალსახად დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებს და განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მივმართავ ქართულ ჯარს. სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. ინაუგურაცია, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ, იქნება არალეგიტიმური და ეგრეთ წოდებულ ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი. მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე. ქართულმა ჯარმა არ უნდა დაუჭიროს მხარი არალეგიტიმურ პროცესს. ეს იქნება ანწუხელიძის ღალატი. ეს იქნება იმ გმირების ღალატი, რომლებმაც თავი შესწირეს სიმართლეს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. მამუკა ხაზარაძის განცხადების იდეას იზიარებენ ოპოზიციის დანარჩენი წევრებიც. აცხადებენ, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, ანუ პროცესი, რომელიც 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს, არის არალეგიტიმური და ქართულმა ჯარმა მასში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ნაცოპოზიციისთვის დაუმორჩილებლობა სწორი და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად წინ გადადგმული ნაბიჯია. დაუმორჩილება ჯარისგან იქნება სწორი ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი საქართველოში და მთავარსარდალი არის სალომე ზურაბიშვილი, შესაბამისად მის ასე ვთქვათ გადაწყვეტილებებს უნდა დაემორჩილოს საქართველოს ჯარი. მორჩება დამთავრდა. ეს არის ჩემი პოზიცია. მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის მცდელობის მიზნით. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით ხაზარაძის მოთხოვნა დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით იმ სცენარის ნაწილია, რომელიც გარკვეული ლობისტების მიერ ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იყო მოფიქრებული საქართველოში მიმდინარე პროცესების წასამართად. ქართულ ოცნებაში ამბობენ იმასაც, რომ ოპოზიციას სწორედ ახლა სჭირდება პროვოკაცია რევოლუციის მოსაწყობად. ეს არის მოწოდება საბოტაჟისტი. როდესაც ისე გინდა შენი ქვეყნის ჩამოქცევა, არევა, ეკონომიკის ჩამოქცევა, შვიდობის ჩამოქცევა, რომ მოუწოდებ დაუმორჩილებლობისკენ, ესე იგი ერთი აგონიაში ხარ და მეორე უდიდეს მავნებლობას ცდილობ რომ ჩაიდინო. არ გამოუვათ. საბედნიეროდ ეს ქვეყანა დგას თავის სიმაღლეზე. და საბედნიეროდ არ იღებენ ეს ბიჭები ასეთ სულელურ მოწოდებებს, იმიტომ რომ ხედავენ, რომ კადრულობენ ყველაფერს, რუსებს ეძახიან იმ ადამიანებს, ვინც 2008 წლის ომში გმირულად იბრძოლა. გმირულად მებრძოლ ადამიანებს, ის ადამიანები, ვინც მათ ომის დანაშაულს აბრალებდა, მოუწოდებენ დაუმორჩილებლებისკენ. ეძახიან რუსებს. წარმოიდგინეთ, რამხელა პარადოქსალურ სიტუაციაში ცდილობენ თავისი მომხრეები აწყვეტონ, თორე სხვა არც ერთ ობიექტურად მოფიქრებულ ადამიანს მათი არ ჯერა. ომის გმირებს ეძახიან რუსებს და დაუმორჩილებლებისკენ მოუწოდებენ, რომელი ომის გმირებსაც მათ დააბრალეს ომის დანაშაული და ხელი მოუწერეს რუსებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ომის დაწყებას. ეს არის დესტაბილიზაციისთვის მოქმედება ყველანაირი მეთოდით და საქართველოს ეროვნული ინტერესების საპირისპიროდ. ასე რომ ჯარისთვის მოწოდება, პოლიციისთვის მოწოდება, ან ნებისმიერი სახელმწიფო სამსახურისთვის მოწოდება, თუნდაც ბიზნესში დასაქმებული ადამიანებისთვის მოწოდება სახელმწიფოს დაუპირისპირდნენ მათ ხელთ არსებული რესურსებით არის აბსოლუტურად მიუღებელი და რასაკვირველია ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგარი მიმართული გრევისკენ არის მიმართული და არაცა ასეთი მოწოდება ხდება ჯარის მიმართ ეს განსაკუთრებული მახასიათებელია ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალის რომელიც არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კოლექტიური ნაცმოძრაობისა და არანაირად არ განსხვავდება არც შინაარსით, არც ქმედებით, არც ფერით და არც ზნით. ხაზარაძე რასაც კადრულობს, ეს პირდაპირ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო და ქართული ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებაა.
როდესაც ადამიანი მოუწოდებს ქართველ ჯარს, ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და ყველაზე პატივსაცემ ინსტიტუციას და ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თურმე ამ ჯარმა არ უნდა შეასრულოს თავისი კანონმდებლობით დათვალისწინებული ვალდებულება და ქვეყნის წინაშე დადებული ფიცი, ამას რომ ადამიანი იკადრებს, ამაზე ზნედაცემული საქციელი უბრალოდ არ არსებობს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ადამიანები, მათ შორის ბატონი ხაზარაძეს, ერთი კონკრეტული რიგითი ჯაშუშია, რომელიც თავისი პატრონების დავალების შესრულებით არის დაკავებული და ეხლა მიიღებული აქვს დავალება თავიანთი პატრონებისგან, რომ მათ შორის ჯარსაც კი მოუწოდონ, რომ არ დაემორჩილონ ქართველი ხალხის ნებას და ქვეყნის წინაშე დადებულ ფიცს. ამაზე მსუმდაბალ საქციელს ალბათ ვერავინ ვერ მოიფიქრა დედამიწის ურსი და მხოლოდ ჯაშუშს თუ მოაფიქრდება თავში, რომ პატრონის დავალება შეასრულოს და ასეთ რამე იკადროს. ხაზარაძის მსგავსად პროცესების რადიკალიზაციაში მანამდე საკუთარი წვლილი უკვე შეიტანა სალომე ზურაბიშვილმა. ოპოზიციონერი ზურაბიშვილი ერთ-ერთი აქციის დროს სამართალდამცველებს რუსს ეძახდა და ანტიეროვნულ განცხადებებს აკეთებდა.